ქალბატონ ელისო, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, გაზრდილია თუ არა ნარკომოხმარება? მოგესალმებით კიდევ ახლა საქართველოში ამ მხრივ გახლავთ ყველაზე მძიმე სიტუაცია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ნარკომოხმარება, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ისევე როგორც გაზრდილია ამ ნარკომოხმარების, ანუ ბაზარზე არსებული სასიკვდილო ნარკოტიკის ძალიან მძიმე შედეგები, იმიტომ რომ რეანიმაციებში პრაქტიკულად ადგილი აღარ არის. პერედოზით მიყვანილი ახალგაზრდები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ისევე როგორც ადგილი აღარ არის ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც ამფეტამინის მომხმარებლებით არის სავსე, იმიტომ რომ ამფეტამინის მომხმარება იწვევს სწრაფდამოკიდებულებას, იწვევს ჰალუცინაციას და იწვევს მომენტალურად ფსიქოსს ადამიანებისას. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ სპეცოპერაციების ჩატარება არ ყოფნის. რეალურად პრობლემა არის ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო მძიმე და არც კანონმდებლობის გამკაცრებაა გამოსავალი თუ თანამდებობის სერვისები არ იქნა მოწესრიგებული და მოგვარებული.